აღმაშენებლის გამზირი 23 ნოემბერს გიორგობის დღესასწაულზე გაიხსნება. 2 დღეში სრულდება მასშტაბური პროექტი, რომელიც გეოლოგების, ხელოვნებად მცოდნეების, კონსტრუქტორების და არქიტექტორების დასკვნების შემდეგ დაიწერა. მოხდა ქუჩის სრული რეკონსტრუქცია თამარ მეფის გამზირიდან ზაარ ბრიუკენის მოედნამდე. მე-19 საუკუნის ნაგებობებს ისტორიული იერსახე დაუბრუნდა. პარალელურად მთლიანად გამოიცვალა წლების განმავლობაში ამორტიზებული მიწისქვეშა კომუნიკაციების საფუძვლიანად გამაგრდა ავარიული შენობები. მოპირკეთდა ქუჩები და მთლიანად განათდა გამზირი. სამუშაოები გვიან ღამით საქართველოს პრეზიდენტმა პირადად დაათვალიერა. სარეკონსტრუქციო სამუშაოები აქ 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს იმისთვის, რომ ზუსტად 2 დღეში აღმაშენებლის გამზირმა სრულიად ახალი სიცოცხლე შეიძინოს. უკვე დასრულებულია ავარიული შენობების გამაგრება, დასრულდა ათობით სახლის რეაბილიტაცია, გამაგრდა თითოეული საძირკველი, შენობები კი ამ უბნისთვის დამახასიათებელი თუნუქის სახურავით გადაიხურა. შარშანდელი მიცემული პირობა, რომ ჩვენ ამას დაახლოებით 1 წლის განმავლობაში შევასრულებდით, იყო მკაცრი გრაფიკი, 24 საათიანი რეჟიმი, მაგრამ დავასრულებთ და დავასრულებთ ძალიან ხარისხიანად. ეს მენეჯმენტ ჯგუფია, ვინც განახლებული აღმაშენებლის გამზირი საქართველოს პრეზიდენტმა გვიან ღამით დაათვალიერა. ვიცე-მერთან ერთად ფეხით მოიარა ყველა ის ადგილი, სადაც სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ეს რა შენობა? ეს არის შტერნის აშენებობა. გააკეთეს გაიბაიცა. კი? გუშინაც ერგავი მუშაობს. კი, ერგავი. აი დაიწყო გარესტორნებამ გაკაფეება ქაულობის. ესე შარდენის განვითარება დაიწყო 2004 წელს ვარდების რევოლუციაში. შარდენზე არაფერი იყო, ერთი კაფე იყო, პატარა რაღაც მანაც, ხო? და შარდენი, ბამბის რიგი, მე გუდიაშვილის ქუჩა, რკინის, ისა ყველაფერი, ეს იყო პირველი წრიული განვითარების. აქ წამოეხა მეორე ესე და ბოლოს ესე მე ვარანცოვის გავლით შეერთება რიყეზე და გადავაშიშებ შარდენს და თავისუფლების მოედანზე. ამ ხელა ცენტრი გასართობი ტურისტული დასასვენებელი მე არც ერთ ევროპაში დედაქალაქი არ ვიცი ხოლმე. რომელსა? ლონდონში. ასეც შეიძლება. ეს რა და მე გაწმენდის დროს აღმოჩნდა რომ ნახევარი ქვარი და ნახევარი აგურია გადაღებილი იყო, ზევით მოხატულობა ყოფილა და ეს ყველაფერი საარქივოდ აღადგინეთ და ზუსტად იმ მე-19 საუკუნის სურათი. ეს პორტალი ჩამონგრეული იყო, მარმარილოს მასალა ეს სვეტები, მაგის მიხედვით აღადგინეთ. 20 საათიანი რეჟიმი არის სადღაც ამ ბოლო თვეებში 23 ნოემბრის საბრებისთვის გაკეთდა ფუნდამენტები, გამაგრდა საძირკვლები, მანსარდი დაედგა და ფასადები, კიდე ბევრი რამე. და ღამე მუშაობ, ვაკეთებ. რაც შეიძლება, ყველა ერთად. ხედავთ რომ? რა და ყველაფერი, ბარდურების დაწყებული, ქვას დალაგება, ფილები და ასვალი ყველაფერი რას. თავიდან ბოლომდე რას არის ყველაფერი. ზემო ხალხი, ზემო მუშაობს ხალხი, აკეთებენ ფასადებს და თავიდან ბოლომდე ყველა მუშაობა მიდის. მსგავსი მასშტაბის სახელმწიფო პროექტი პირველად განხორციელდა. სამუშაოები 2010 წლის იანვარში დაიწყო და პირველი ეტაპი გაზაფხულზე დასრულდა. ქუჩის რეაბილიტაცია თამარ მეფის გამზირიდან ზაარ ბრიუკენის მოედნამდე მონაკვეთის სრულ რეკონსტრუქციას გულისხმობს. გავუწევთ როგორ დაგვიგია? ერთხელ ნახო რა, ცხოვრებაში. როგორ გააკეთეს? კარგად, ძალიან დიდი მადლობელი ვარ. ძალიან. ეს ისეთ ლამაზ შენობა იყო და როგორ იყო მიტოვებული გარედან? ძალიან ლამაზია. გამაგრეს საფუძველი მაინც. ხო, ყველაფერი გააკეთენ, ძალიან კარგად მადლობელი ვარ ყველას. ბოდიში რომ ღამე შემოგეჭერ. ლამაზი ხარ. მადლობ. ხო, კარგი ადგილია, მართალია. ესე აქ დავარნილი იყო ბინების ფასები, სადაც ერთი 5-6 წლის წინ. ყველაფერი გააკეთენ, ეს ფანჯრები, ყველაფერი გააკეთენ. ჩემ მეგობრებმა აი ესეთი ბინა 2 ოთახიანი იყო და 5 წლის წინ, სადაც 15 თუ 17000 $20,000 და ეხა ესეთივე ბინებს, მაგის ეგეთივე სახლი ყიდიან 100 და 150. ხო. სერიოზულ ბრენდებში შემოსული. ყველაფერი ძალიან კარგად კეთდება, გარათება, გაგვიკეთეს, აგერ როგორი ის არის, შეგვიგილამაზე, შეგვიკეთეს ყველაფერი. ვაყოფილები ვართ.
აღმაშენებლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე ხელოვნებათმცოდნეებმა, არქიტექტორებმა, კონსტრუქტორებმა და გეოლოგებმა კვლევა ჩაატარეს და უბანი შეისწავლეს. შენობების რეკონსტრუქცია საარქივო მასალით მოხდა და მე-19 საუკუნის ნაგებობებს პირვანდელი იერსახე დაუბრუნდა. გამოდიოს როგორ დადები? დამთავრდა ობიექტი თუ არა? მალე დამთავრდება. მოიცა ზეგამდე დამთავრდება ეს? შუშები ჩაისმო და ფასად მოხსით ხარჩოებს? შუშები და ბოლო პირის ხება მე. შიგნით კაი დამთავრებულია ეს უკვე. მალე. შიგნით მან გარემონტება შორ. აი უკვე ეზოში. რა ოფისია? ქვევით არის ესეთი სავაჭრო და ხო. ასართობისა და ზევით მეორე მესამე სართულზე ზოგანის არის, ზოგან სახელმწიფო საკუთრება მერის. ხო. ეს როდის თავდება საქმე? ესენი ყველაფერი ეს რა არის? ეს საცხოვრებელი სახლი. ეს თავის სახლი არის შეიძლება. საცხოვრებელი სახლია, რომელსაც დაჭირდა რამდენიმე თვე მარტო გამაგრება. ხო. მარტო გამაგრება. ეს საცხოვრებელი სახლია ორივე სახლი. კი, საცხოვრებელი სახლი. სხვადასხვა ხალხი ცხოვრობს. სხვადასხვა ოჯახი. სასახლეში ჩასახლებულა რამოსოვეთ. ის რაღაცა იმაში ბარაკში ცხოვრობდა რეალურად, იმიტომ ეს ვახსოვს ჩამონგრეულიყო და შესახდნენ სასახლეში. ეს ფაქტობრივად გამზადებული იყო დანგრევისთვის. ამას არაფერი შეიძლება ეს პროგრამა რო არ ყოფილიყო. ეს გადაწყვეტილება სახელმწიფოს აქ შემოსული. გაუათმო. მალე შუაღამე იქნება და გუშინ წინ გამოვიარეთ აქ დილის 4 საათზე. და ნაწილი მუშების თბება და თან წინა დღეებში ძალიან ციოდა. და ნუ ის იყო რომ ძალიან მძიმე იყო სამუშაო, ღამე ყინვები იყო აქა. ერთი წუთი არ გაჩერებულა სამუშაო. დღე და ღამე. 24 საათი. იმიტომ რომ ჩვენი დავალება იყო რომ პლეხანოვი, ყოფილი პლეხანოვი და პლეხანოვს იმიტომ ვეძახი რომ აქ დავიბადე და პლეხანოვი იყო როცა დავიბადე, თუმცა რა თქმა უნდა ისა სხვა სახელი ქვია. უნდა დამთავრებულიყო ვარდების რევოლუციის წლისთავისთვის 23 ნოემბრისთვის. და მარტო ის კი არა რომ მიყვარს წლისთავები. არამედ იმიტომ რომ ეს იყო ის ვადა, რომელიც სულ რომ მიწა გამხდარიყო და რეაბილიტაცია როდის დავიწყეთ დათო? ჩვენ დავიწყეთ შარშანს შუა სეზონში. აი წარმოგიდგენთ, შარშანს შუა სეზონში თქვით, რომ შემდეგი წლის 23 ნოემბერს ეს უნდა დამთავრდეს და წუთზე დამთავრდება. აი ესე ყველაფერი გეგმაზომიერად. და თან ესეთი რაღაცა ხარ, რასაც უყურებთ რა, პლეხანოვი არასოდეს არ ყოფილა ასეთი ლამაზი. რატო? იმიტომ რომ როცა დაიწყო აშენება, რაღაცებს უკვე აშენებდნენ, მერე სანამ მეორე აშენდებოდა, ის პირველი ძველდებოდა, მერე მესამე რაღაც ბარაკს ჩადგავდნენ, ერთ სიტყვით. არასოდეს ამ სახით არ ყოფილა, იმიტომ რომ აქ სადაც ცუდი შენობები იყო და თავიდანვე 4-5 ძალიან მაგარი შენობა, ახალი შენობა დაემატა და ყველაფერი ისეთ ფორმაში მოიყვანა, რომ თავის შემქმნელ არქიტექტორებს მე-19 საუკუნეში რო ენახათ, მართლა პირს გააღებდნენ გაყურებისგან. მე იცით რომ რეპუტაცია მაქვს რომ ხანდახან ზედმეტ ტრაბახობ საქართველოს, მაგრამ მინდა გითხრათ რომ ევროპაში ამხელა მასშტაბის სამუშაოები ჯერ არსად არ მინახავს და მეორე არსად არ მინახავს ამხელა დიდი ცენტრი ტურისტული და კულტურული მნიშვნელობის როგორც საქართველოში. აღმაშენებლის გამზირზე მისულმა პრეზიდენტმა ყველა განახლებული შენობა დაათვალიერა, ადგილობრივ ცხოვრებლებს და მუშებს გაესაუბრა. ესე ბოლოს როგორ გონია, საავტო კუთხე იქნება თუ გასართობი ცენტრი? მეგონი იქნება ნაზავი. ძალიან კარგი ბრენდები, სავაჭრო და კარგი რესტორანი. და რამდენიმე თეატრია უკვე. ერთობლიობა. ესე თეატრები, თეატრებს საღამოს მე წამოვა. აი როგორც პიკაჩოს ლონდონში. მე წამოვიდა კაფეებში, რესტორანებში. მე მგონი მაინც უფრო კაფეები და ისინი იქნება ვიდრე მაღაზიები, მაგრამ რაღაც ნაწილი დასყიში მაღაზიებიც იქნება. აი როგორც ლონდონის ცენტრი ისე. მიხელ სააკაშვილი ამბობს, რომ წინა წლებისგან განსხვავებით აღმაშენებლის გამზირი პრივილეგირებული უბანი გახდება. პრეზიდენტი იხსენებს, რომ მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ამ უბანს უკავშირდება. ეს ადგილი არის ძალიან ემოციური, იმიტომ რომ აქედან რაღაც 200 მეტრში კამოს ქუჩას დავიბადე სამშობიეროში. მე მომიყვანეთ აი ამ სახლში, აი ზუსტად ამ სახლის მეხუთე სართულზე, სადაც პირველი წლები გავატარე ჩემი ცხოვრების და შემდეგ პირველი სამსახური მქონდა უკან აი ყოფილი საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა სტაჟირება სამსახური, როცა მე 4 კურსზე ვიყავ, სწავლობდი კიევის უნივერსიტეტის და მაშინ ახლახან შექმნილი იყო ისეთ საგარეო სამინისტრო, რომელიც დაიწყო უკვე დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო პოლიტიკის მომზადება და აი ერთ-ერთი პირველი სტაჟიორი ვინც ვიყავით, მივედი აქ სწორედ აქ მუშაობდი მაშინ. და ჩემი ბავშვობა პლეხანოვი აქაურობა არ ითვლებოდა პრივილეგირებულ უბნად. აქ იყო ძალიან ცუდი ხარისხის სახლები, აქ ცხოვრობდა შედარებით ნაკლებად პრივილეგირებული ხალხი
და პრინციპში ყველა ფიქრობდა რომ აქედან გადასვლას ფიქრობდა რომ აი თუ რაღაცას ცხოვრებაში მიაღწევს გადავიდო და ტყურის მეორე სანაპიროს და ახალსახლები შესახლებოდა. ახლა თბილისის ახალი ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრალური უბანი და ალბათ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო უბანი გახდა აქ. და ეს მართლა პირველ რიგში არის დათოს დამსახურება და მისი ჯგუფის, იმიტომ რომ მათ რო არ გადაენახათ ეს კარგად ჩვენ ვერავინ ბოლომდე ვერ მიხვდებით, მაგრამ თავარი აი ამ ხალხს, აი ნახე, თერი ღამე რამდენს ვხვდით მაგრამ მუშებს. არა, მაღალი ხელფასები. ნუ რამდენია? 500 და ზევით. ხო, მაგრამ ნუ 500, 700, 800 ლარად დღეც მუშაობს და ღამე ყინვაში, უბედურებაში მუშაობს, წვიმაში, თქესში ყველაფერში, ხო? განრიგი რთულია. მაგარია რა. ძალიან რთულია. და ეს ამ ხალხს ხა დათოს სახელს შეინახავს კიდე ისტორია, როგორ შეინახა ამ ჩერნოვლების და ჩვენ ამათ მაინც უნდა უთხრათ მადლობა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ყველაზე მეტ საქმეს აკეთებს ის ანონიმური ადამიანები, ვინც აი ეგერ არიან და მართლა საოცრებას ქმნიან ყველაფერს. და ეს გაგრძელდება იქით, შიგნით უკან ჩვენ თბილისში საერთოდ არ უნდა დაგვჭირდეს არაპრივილეგირებული უბნები. ეს არის ძალიან პრინციპული. ყველგან სადაც აკადემია იცხოვრებს, ეს უნდა იყოს ცხოვრებისთვის ძალიან მაგარი ქალაქი. და ერთი რაღაცა რომ მართლა აი დავფიქრეთ. არც ერთ ეპოქაში, არც ერთ დროს, არავის დროს 5 წელიწადში ცალკე აღებული არ გაკეთებულა ამდენი არაშენებულა ამდენი თბილისში, ამდენი ბოლო 5 წელიწადში. და შემდგომ წელიწადში აშენება ამ 5 წელიწადზე მეტი. ამიტომ საინტერესო ეპოქაში ცხოვრობ და ეს მახარებს. აი ცხოვრობ ჩვენ და აქ ცხოვრობდნენ ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილი. პირდაპირ ზუსტად. გამარჯობა. ადრე ჭაბუკიანი ცხოვრობდა კიდე რა? კი, ძალიან ადგილი იყო, მაგრამ ნუ პრივილეგირებული ადგილი არის. სამუშაოები უკვე სრულდება და ძველი უბანი ახალ სიცოცხლეს 23 ნოემბერს დაიწყებს.